სამშობლოს მოგესალმებით ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია სპექტრი მიჩვეული ხართ რომ სპექტრს უძღვება ხოლმე და ამ სტუდიიდან გესალმებათ ხოლმე დავით აფუბარდია მაგრამ ბატონი დავითი მეტის მეტად დამსახურებულ რამდენიმე დღიან შეებულებაში იმყოფება და მისი შემცვლელი რამდენიმე დღის განმავლობაში ვიქნები თქვენი მონამორჩილი ალექსანდრე ელისაშვილი დღეს რამდენიმე სტუმარი გვეყოლება პირველი სტუმარი გახლავთ ჩვენი ჯაბა სამუშია ქრისტიან-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერი და ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი საღამოშტობის მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისათვის დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის რამდენად რთულია ნაძალადევში მუშაობა რამდენად რთულია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება რამე სირთულეს თუ აწყდებით და თუ შეგიძლიათ ერთი-ორი ფაქტი გითხრათ თუ ასეთე თუ არ არის და თლად კარგი თავისთავად, პირველი რომ საკმაოდ დიდი რაიონია და თქვენ გახსოვთ თავის დროზე იყო ეს საპარლამენტო ფრაქციის ჩვენი საპარლამენტო ფრაქციის წინადადება, მე სამწუხაროდ ჩავარდა კიდევაც ამ ყოველ შემთხვევაში მხარე არ დაუჭირა ნაწილმა ოპოზიციამ და ნაწილმა ამ შემთხვევაში მე ხელისუფლებამაც, როდესაც ჩვენ მოვითხოვდით რომ თბილისში მანდატების რაოდენობა გაზრდილიყო. და ამას კონკრეტული, ასე ვთქვათ, დასაბუთება ახლა ჩვენი, იმიტომ რომ შეუძლებელია და გაუმართლებელია ჩემი აზრით, როდესაც ვთქვათ 150,000 ამომრჩეველს ერთი დეპუტატი ყავს, ერთი დეპუტატი წარმოადგენელი პარლამენტში. ფიზიკურად ყველა ოჯახში შესვლას ეს დეპუტატი ვერ მოახერხებს. იმ 4 წლის მანძილზეც კი თუ ის პარლამენტში გავიდა. ყოველ შემთხვევაში აი ეს სირთულე არის სიდიდე 150,000-იანი ოლქი. დაახლოებით 150,000-იანი ოლქია ნაძალადევი და საერთოდ თბილისი რომელიც მილიონი 13 უბანი რამდენად ვიცი ხო? ბატონო? საარჩევნო უბანი რამდენია? 99 უბანი თავის დახურულია 96 პლუს 3 დახურული უბანი. მთლიანობაში საკმაოდ დიდი რაიონია თბილისის მასშტაბით ეს არის მესამე რაიონი ის სამგორისა და გლდანის შემდგომ მესამე რაიონია და თავისი განფენილობით ასევე საკმაოდ დიდია დაწყებული როგორც იცით გადასასვლელი ხიდიდან მოყოლებული დამთავრებულია გლდანის საზღვრამდე და უკვე თბილისის ზღვის მიდამოები საკმაოდ დიდი რაიონია თავისი მოცულობით თავის დროზე მოგეხსენებათ ეკონომიკურადაც ერთ-ერთი ძლიერი რაიონი იყო შემთხვევით არ იყო მას ლენის რაიონის ეძახდნენ ხოლმე ერთადერთი რაც მე პირადად მიადვილებს ამ თვალსაზრისით ბატონო ალიკო ის არის რომ მე ამ რაიონში დავიბადე გავიზარდე ამ რაიონში ვცხოვრობ და ეს ჩემი ასე ვთქვათ მშობლიური რაიონია და ამიტომაც არა რომ რა თქმა უნდა საურთიერთოდ პრობლემების თვალსაზრისით ადვილია იმიტომ რომ ეს პრობლემები ყველა თითოეულ ჩვენგანის ოჯახს აქვს და ბუნებრივია ეს ამ პრობლემების თაობაზე ვიცი რაც შეეხება ახლა რესურსის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან გარკვეული თუ გაფერხებენ, ხედავთ რა თქმა უნდა ზოგან არის ჩასლის ცდელობა, ზოგან ეს არის რა თქმა უნდა, ასეთი რამე არის, მე მინდა გითხრათ არა მარტო ამ რაიონში, თქვენ თბილისში ჩვენ რამდენიმე ფაქტია, როდესაც ნაცმოძრაობა იყენებს თავის ასეთ რესურსს. რამდენიმე ხნის წინ თქვენი ეთერითაც გავიდა, 3-4 დღის წინ იყო ესეთი შემთხვევა იგივე თუნდაც ასე ვთქვათ, ტაბახმელა კოჯორის ასე ვთქვათ ტერიტორიაზე ჩვენ ქონდა ტაბახმელას შეხვედრა ქონდა მოსახლეობასთან, ჩვენი მაჟორიტარი უნდა ასულიყო, მეც გახდით, ეს სულ ახალი ამბავია, იყო ეთერშიც გავიდა ეს ინფორმაცია და დაახლოებით 40 სოფლის მოსახლე შეიკრიფა, იმისათვის რომ ჩვენ შევხვედროთ. ჩვენ ოჯახში უნდა მივსულიყავით მარტო ხელა ქალბატონთან და იქ აპირებდნენ მოსვლას რომ გაგზავნებოდნენ ეზოში დავждებოდნენ და დავიწყოთ აი პრობლემის საუბარს და ამ დროს ჩერდება მანქანა 555 ეს სიმბოლური მანქანის ნომერია და ეს ადამიანები დაშალა მუქარით რომ მე ყველას არას ფიქრობ თქვენ ყველაფერი ვიცი და აი ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ არის და ჩვენ იმ წამსვე ტელევიზიითაც თქვით კიდევაც რომ მსგავსი თუ გამეორდა კიდევ
უკვე იქნება სასამართლოში, ასე ვთქვათ, გადავიდეს ეს საქმე. ჯავა ბატონო, თქვენი ძირითადი კონკურენტი ვინ არის? მერაბ სამადაშვილი თუ თეა წულუკიანი? ქართული ოცნების კანდიდატი თუ ხელისუფლების კანდიდატი? ვიცი, მანამდე მოგებული აქვს მერაბ სამადაშვილს, ხო? ჩვენ ესეთი კარგად ფესვგადგმული არის ეს კაცი ნაძალადევში, ხო? იქაური არა, რამდენიმეჯერ არის, რამდენიმეჯერ იყო ის დეპუტატი. და ვინ არის თქვენი? როგორ ასრულებდა თავის სადეპუტატო, ასე ვთქვათ, მოვალებას ერთ-ერთი მხარეა ბატონი მერაბ სამადაშვილი. არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებ მის საპარლამენტო გამოსვლებს და იმ გამოსვლებს, სადაც ეს ჩვენი რაიონის, ნაძალადევის რაიონის პრობლემატიკა იქნებოდა დაყენებული. ყოველ შემთხვევაში მე შევეცადე, რომ ეს სტატისტიკა ამომეღო პარლამენტის, ასე ვთქვათ, პარლამენტის არქივიდან, საიტიდან და არსად არ ფიგურირებს სამადაშვილს მაინც და მაინც აქტიურა პარლამენტში. პირადი ნაცნობი ხა მე ამ ადამიანთან არ გამაჩნია. ერთხელ ვარ შეხვედრილი, ეხლა არ ვიცი თვითონ პიროვნულად არ ვიცნობ, ისე როგორც ქალბატონ თეას. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც ქრისტიან-დემოკრატისთვის, ჩვენ საერთოდ ზღვარი ჩვენთვის არის ხელისუფლება, არის ოპოზიცია. ჩვენ ოპოზიციაში ზღვარი არ გაგვულია არასდროს და ჩვენ თვლით, რომ რა თქმა უნდა ხელისუფლება. რა თქმა უნდა სამადაშვილი თავისი რესურსით, იმიტომ რომ ეს რესურსი რეალურად არის ნაციონალიზმის რესურსი და ხელისუფლების რესურსი, რომელთანაც ბრძოლა მოგვიწევს და რომელიც უნდა დავამარცხოთ. ესაა ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანა ამ შემთხვევაში ნაძალადევის რაიონში. საზოგადოება უნდა მიხვდეს საზოგადოება და ეს მიხვედრილიცაა და ამას გააკეთებენ კიდევაც ოქტომბერში მე ამაში ეჯვარება ჩემი ნაძალადეველების, რომ ეს საზოგადოება მივა და მისცემს ღირსეულ კანდიდატურას ხმას იმ ადამიანს მისცემს, რომელიც იქნება მათი ხმების, მათი ოჯახების უფლებების დამცველი საქართველოს პარლამენტში, რომელიც იქ მხოლოდ ადგილს კი არ დაიკავებს, ამ შემთხვევაში იქნება აქტიური მებრძოლი თითოეული ნაძალადეველების უფლებისა. აი ეს არის ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, მთავარი ჩვენი პრიორიტეტი იმასთან ერთად, რაც გახლავთ აი თვითონ მოძრაობის ასე ვთქვათ მიმართულება თბილისსა თუ საქართველოში. ხელისუფლებას ჩვენ შევთავაზეთ უკაცრავად გაგაცნობთ. ხელისუფლება შევთავაზეთ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატთა დებატებს დათანხმდეს, ვინაიდან ყველაზე ისეთი ცხელი იქნებოდა საინტერესო საყურებელი, აუცილებელიც საინტერესოობა იქით იყოს, რომ ხელისუფლების კანდიდატი თბილისის კანდიდატები მონაწილეობდნენ დებატებში, ჩვენ ეთერს თავაზობთ, მათ ჯერჯერობით მათგან არის უარი, მაგრამ აგერ ეთერიდანაც თავაზობ, რომ კი ბატონო, ისე რომ ცალ-ცალკე არ გამოყავდეს და სიამოვნებით დაუთმოთ ბატონ სამადაშვილსაც, ხო და მოუწოდეთ რომ მოვიდნენ და გაიმართოს ჩვენთან დებატები. მე თქვენი ერთ-ერთ ასე ვთქვათ ვისარგებლებ და მოუწოდებ ბატონ სამადაშვილს, მე მას ვიწევ ასე ვთქვათ დებატებში და ეს როგორც კანონით ავალდებულებს ასე ვთქვათ საარჩევნო სუბიექტებს დებატებში მონაწილეობას, მე მას ვიწევ დებატებში დავსვდეთ და ვიკამათოთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ ეთერს თავაზობთ. ჩვენ ეთერს დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ, მე პირადად მიმართავ მერაბ სამადაშვილს, რომ მოვიდეს და მე შევეცდები ყოველ შემთხვევისათვის ეს იქნება აბსოლუტურად მთელი დასაბუთები წარმოდგენა თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ნაცმოძრაობას და ბუნებრივმა დეპუტატებს ქალაქის დონეზე და თბილისში. რა დანაშაულები მე ხას უსვავ, იმიტომ რომ ის რაც ხდება ტარიფებთან დაკავშირებით თბილისში, ის რაც ხდება თბილისის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ეს სხვა არაფერია თუ არა დანაშაული. და შორთ ამიტომაც გამოვედით ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები მოთხოვნით რომ მოსახლეობა მიიღოს სამართლიანი ტარიფები. რატო სამართლიანი? ეს არის კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში გამოდეთ არა ზოგადად ასე ვთქვათ მოწოდებით. არამედ ესა კონკრეტულ დაცვლებზე და მე შემიძლია დღეს ორი მაგალითი წარმოგიდგინოთ, რომელიც თვალნათლივ დაანახებს ჩვენს ტელემაყურებელსაც, თქვენს და ნებისმიერ თბილისელს, რომ აი ეს დაცვლები აბსოლუტურად ლოგიკურია. მე გახსოვთ ალბათ, ახლა ჩვენი თავარი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ წყალზე მოხდეს მაქსიმალური ფასების დაწევა და შეიძლება ვიღმან თქვას, რომ რატო უნდა თქვათ გაიაფთეს, ხო? დაასაბუთე, რატო უნდა გაიაფთეს. აი ბატონ ალიკო, ჩვენ წყალზე ვიხდით 3 ლარს და 15 ეთს. ეს არის ტარიფი, რომელსაც ნებისმიერ ჩვენგანის ოჯახი იხდის 24 საათიანი წყალმომარაგების სათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი დღე-ღამის განმავლობაში ერთი სული ხარჯავს 260 ლიტრად წყალს. რაც ნიშნავს, რომ 4 სულიანი ოჯახი ტონაზე მეტ წყალს ხარჯავს და ერთი სული თვის განმავლობაში დაახლოებით 7 ტონა 800 ლიტრად წყალს ხარჯავს. ეს არის წარმოუდგენელი
დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 150 ლიტრას არ აღემატება და ჩვენ ამ შემთხვევაში 260 ლიტრა წყალის, ასე ვთქვათ, 260 ლიტრა წყალს გვაწერს, ასე ვთქვათ, თბილ წყალი და ბუნებრივია ეს ტარიფი აქედან განისაზღვრება. საკრებულო მიიღოს ხოთაშორისო და ამაზეც ხო. გარდა ამისა, პირდაპირ ტყუილი ნაცმოძრაობის არა იყო. როდესაც 3-15-მდე გაძვირდა წყალი, გამოვიდა ქალაქის მერი და განაცხადა, რომ იმ კორპუსებს იმ უბნებს, სადაც არ იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ჩვენ დაუტოვებთ ძველ ტარიფს 2 ლარ და 40 თეთრს. ნაწილ თბილისის ძალიან მცირე უბნებში ეს დატოვეს სიმბოლურად, საჩვენებლად, რაც ჩვენ ვეკიდევთ ნაცმოძრაობას, მაგრამ სამაგიეროდ კორპუსებს გაუზარდეთ, სადაც 24 საათიანი წყალმომარაგება არ არის. მეტიც, კორპუსებია თემქაზე, მე შევხვდი თითოეული ეს კორპუსი დავიარე, კორპუსებია, სადაც მე-6 სართულის ზემოთ წყალი ვერ არის. წნევა არ არის. და ეს ადამიანები იხდიან 75 თეთრს. აი ეს არის სწორედ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ უნდა მიიღოს ადამიანებმა სამართლიანი ტარიფი ის ისი ადეკვატურსაც რასაც ვიხდი მე იმის უნდა მივიღო ის სერვისი ხო ამას ემატება იგივე თუნდაც დასუფთავების გადასახადი ხო ნუ ამ თემაზე თქვენთან სხვა გადაცემაში ორჯერ ვიყავი მე სტუმრად და თქვენ გახსოვთ ეს ასე ვთქვათ ცოცხი თავისი მრიცხველით დიდათას ვთქვათ საპატრიოტო გადავეცით ქრისტიან დემოკრატებმა ნაცმოძრაობას თავის დროზე საკრებულოში აი იმ დღიდან მოყოლებული დღემდე უბრალოდ ჩემთვის მინდოდა მომეძებნა ერთი მაგალითი მაინც სოფლიოში სადაც შეიძლება მსგავსი გაერთიანება ვერცად ვერ რაღაცით სოფლიოს ხო უნდა ვაჯობოთ ბატონო არა ნუ ამ შემთხვევაში ხალხის წამებით და იმით რომ კისერზე დაგოდონ ახალი გადასახადები ჩვენ ჯობდით კარგით არ დაგავიწოთ დავამატებთ აი ამ გადაწყვეტილების მიღებისას გაერთიანებული როცა მიაბეს დასუფთავების გადასახადი ნაციონალური მოძრაობა გამოდიოდა და გვიმტკიცებდა რომ 60% თბილისელებისას შეუმსუბუქდება გადასახადიო და ჩვენ რო ვეუნეოდოთ ხალხს ტყუილია ეს მაქსიმუმი 10% შეიძლება შეუმსუბუქდეს ის მრავალშვილიან ოჯახების შემთხვევაში ღმერთმა ამრავლონ მაგრამ ეს არ არის თბილისის მოსახლეობის 60% როგორც კი დადგა ზამთარი და არტუ ზამთარი ზაფხულშიც კი და აი ამ ციფრებმა რა ციფრებიც დღეს მოდის თვითონ ჩვენგანს რომ ასე ვთქვათ ქვითარი მოუვა თვის ბოლოს უკვე ხალხი შინია ამ ყველაფერს და აი ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ იმ სხვა პრობლემებთან ერთად რაც შეეხება ჯანდაცვას რაც შეეხება განათლების სისტემას რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას ბაღებს რომელიც საკმაოდ მწვავეა თბილისში დღემდე არ წარმოუდგენია ნაციონალურ მოძრაობის უმრავლესობა საკრებულოში ის დათვლა თუ რატო ვიხდით ჩვენ 75 ლარს ბავშვის ასე ვთქვათ სკოლაში ჩავა ბატონო ტარიფების საკითხი პირველად ქრისტიან დემოკრატებმა გააჟღერეს აი აქტიურად ძალიან თვითმმართველობის არჩევნების წინ 2010 წელს. თქვენი კანდიდატი იყო გია ჭანტურია, რომელიც მანამდე ნუ 1000 მითქმა-მოთქმა იყო 100-ზე წავიდა იქიდან ისე გაიპარა, მოკლედ რაღაცებს ყვებოდნენ ხოლმე. როგორ წავიდა საქართველოსთან არ ვიცი, კაი ხანი არჩენდა და კარგა ხანს იყო ბაქოში. შემდეგ უცბად გამოჩნდა არჩევნების წინ და უცბადო დაიკარგა. სად არის ეს კაცი? რატო აღარ არის აქ? ბატონი საქართველოშია? არა. რატო არ ჩდება საჯაროდ ვერავინ? ბატონი გი არის საქართველოში ის მოგესწრებათ ახორციელებს ახლა საკმაოდ დიდ პროექტს, რომელიც პროექტში ჩართულია როგორც შუააზიური კომპანიები, ასევე აზერბაიჯანული კომპანიები და ქართული მხრიდან ბატონი გია. მე ახლა სიმართლე გითხრათ, ბოლო რამდენიმე თვეა მე მასთან არ ქონია კონტაქტი, რამდენადაც მე ვიცი ის გერმანიაში იმყოფებოდა, გარკვეულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა და გერმანიაში იყო და აქედან გამომდინარე ბოლო რამდენიმე თვეა მე მასთან არ შევხმიანებია. რაც შეეხება სხვა მხრივ, ის შეუძლებლად საქმიანობს. თავარი ამოსავალი სწორედ მაშინაც 2010-ში და ეხლაც იყო რა, რომ ჩვენ პირველად, მოდით ვთქვათ და აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო არიკო, პირველად ქართულ აი ამ პოლიტიკურ სივრცეში საზოგადოებას წარუდგინეთ დათვლა და გათვლა იმაზე, რომ ტარიფი არის უსამართლო და ეს ტარიფები უნდა შემცირდეს. ტყუილია, როცა ჩვენ გვეუბნებიან გაზთან დაკავშირებით, ტყუილია, როცა გვეუბნებიან წყალთან დაკავშირებით, აი ეს იყო, ტყუილია, როცა გვეუბნებიან დენთან დაკავშირებით, 4 თეთრი უჯდება, 4 თეთრიც არ უჯდება. დაახლოებით 3 თეთრამდე, 3 თეთრი უჯდება სახელმწიფოს დენის წარმოება. მოსახლეობას ახდევინებს თითქმის 16 თეთრს. ხელ გეკითხებით, სად არის სამართლიანობა? აი სად არის სამართლიანობა? 3 თეთრი გიჯდებოდეს მისი წარმოება და მოსახლეობას აძლევდე 16 თეთრად? და ეს არის სწორედ ჩვენი მთავარი მიზანი. იმიტომ რომ 4 თეთრზე, სულ მცირე 4 თეთრი თბილისის, ასე ვთქვათ,
ელექტროგამანაწილებელს აქვს ჩადებული მოგებად. და აი ეს ვთქვათ ამოიღოს ის თანხები აი ამ ვთქვათ კომპანიამ. დღეს ჩვენ ეს გამოვისყიდოთ. ამ შემთხვევაში 4 თეთრი ცუნცია თბილისელებს ელექტროენერგია უიაფებთ. ბატონ ჯაბა, რა უნდა კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტოთ რა. ჩვენთან არსებული ტარიფები შედარებით იმ სოციალური ფონისა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფები. ამიტომაც არ რომ ჩვენ უნდა დაუწიოთ და ეს არ არის რეალობა, ეს არ არის ტყუილი. არ ხარჯავს თბილისელი 260 ლიტრა წყალს ხალხო. არ ხარჯავს, შეუძლებელია თელი დღე რო იდგე. ანუ შხატის ქვეშ ხო არ დგას თელი თბილისი ხალხო. ხო აბსურდია, ხო? და ყველა თბილისელს ხო აუზია რა აქ იმაში რა ქვია. სახში ხო? ხო აბსურდი ხომ არის? გაგითხებით თქვენ ხარჯავთ თქვენ რამდენი სულიანი ოჯახია ბატონო 4 ლეკო 4 1 ტონა წყალს ღეღამეში ხარჯავთ არა 1 ტონას რა არის სამართლიანი ესე იგი ეს ტარიფი არა ალმახე მეურნეობა ჯერ არ გამიშენებია არ გაგიშენებიათ ხო აი ეს არის ესეთი დათვლები წარუდგინეთ საზოგადოება ეს არის მე ვფიქრობ რომ გარკვეულად პროფესიონალები ამაზე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდნენ პროფესიონალი ჯგუფები ეს არის კონკრეტულად კიდევ რომ ციფრებზე დაფუძნებული და კონკრეტულ გათვლებზე დაფუძნებული ასე ვთქვათ პროგრამა კარგით, ბატონ ჯაბა, კიკვიძის ბაღში ხეებს რო შეხავდნენ, რატო არა პროტესტებთ? კიკვიძის ბაღში ახალოკელი კაცი ხართ, ნაძალადებელი სარაგობენ ხოლმე. ახალოკელი კაცი ხართ. ვერ მივიღებ, იმიტომ რომ თქვენ როგორ ჩანს არ უყურებთ, არ მიადევნეთ იმ მომენტში მაგიმას. კიკვიძის ბაღში ხეებს შეხავდნენ. ჩემი საკუთარი ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოების აი ესე იმას მივაყარეთ ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოს სხდომაზე. აი ეს მეცაც გეტყვით. ჩვენ გადაღებული გვყავს გადაღებული გვაქვს ის ავტომანქანები, რომლებიც დარაჯობდნენ იმ მონაკვეთს, სხვადასხვა ეს არის არა პოლიციის მანქანები, ხას უსმევ, ანუ ეს ვთქვათ სახელმწიფო ჩვეულებრივი მანქანები, ოპერები იქნებოდნენ. როგორ? ოპერები იქნებოდნენ. ოპერები რომ ძიახ მანქანიდან ხო, აი ეს მანქანებია, ორი მანქანა. ეს ფოტო მასალა მთლიანად ასე წარუდგინეთ საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ქონდა. მათ შორის ორი თემა იყო საკმაოდ აქტუალური იმ დროს. კიკვიძის ბაღში გაჩეხილი ხეები და მეორე ეს გახლავთ ბატონო ჩემო საპატრიარქოს გვერდზე არსებული კაზინო. ეს ორი თემა მე კარგად მახსოვს, ეს იყო საკრებულოში ერთ-ერთი მწვავე თემა და დავამატებ კიდევ ერთ მომენტს რა. ხა კიკვიძის ბაღი თუ ვინმე შეყვარს ხო თბილისში მავატეთ მაგრამ ერთ-ერთი მეც ვარ ვიდრე მე მთელი ბავშვობა კიკვიძის ბაღში მაგატარებული მეც კიკვიძის ბაღში მაგატარებული მე-14 საშუალო აშენეს ის ხერი პოლიციის შენობა მე-14 საშუალო აშენებენ მე-14 საშუალო სკოლა მაგ დამთავრებული და ეხლა შატალო იქნებოდა თუ ჩვეულებრივად კიკვიძის ბაღში ვიყავით თელ ჩემი ასე ვთქვათ მეგობრებთან ერთად და ეს ამ მთელი ბავშვობა მე მაქვს გატარებული კიკვიძის ბაღში და მეცაც გეტყვით იმ რეგიონისათვის და ეს იყო სხვა არგუმენტი ეს იყო რადგანაც პოლიციის შენობა კიკვიძის ბაღში უმრავლესობას სწორედ მაგი უთხრათ და არ დაგავწეთ ეს გარკვეული თანხები მაგ მშენებლობის ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიდის და ადგილობრივი თვითმმართველობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობიდან გარკვეული მარკ წესრიგის დაცვის აი ამ ღონისძიებებზე და რაღაცა გარკვეული თქვა თანხები თვითმმართველობიდანაც მიდის ასე რომ ეს შენობა ნაგებობები რომელზედაცა თვითმმართველობიდან წასული ფულითაც შენდება ზუსტად კიკვიძის ბაღიდან. ეხლა თქვენ თუ იცით ეს რეგიონი, კარგად? დაახლოებით 400-500 მეტრში არის პოლიციის შენობა. ისიც სხვადასხვა გაჩეხილი ხეების ადგილზე. მან პოლიცია უკან ცოტა უფრო მოშორებით იყო 50 მეტრით. მათ გადმოწიეს, მან იყო მშვენიერი სკვერი, ძალიან ლამაზი სკვერი იყო. ეს გაიჩეხა ეს სკვერი და იქაც პოლიციის შენობა ააგეს. ოღონდ ეს მოხდა დაახლოებით 4-5 წლის წინ ნამდვილი ამბავს მოგახსენებთ. ზუსტად 500 მეტრში მეორე პოლიციას აშენებ. აი რა გინდათ მეთქი. ეს არის ერთ-ერთი ძველი სხვათა შორის ძველი ის არის ასე ვთქვათ სკვერია, ბაღია, კიკვიძის ბაღი, ეგრეთ წოდებული კიკვიძის ბაღი, აღარ ქვია კიკვიძის ბაღი რამდენად. ხო, ოფიციალურად რა ქვია? ეხლა შეუცვალეს სახელი, მოხდა რა ქვია, ცვლილება მოხდა მაგ სახელის და
კარგი ხანი არ ყოფილა, კიკვიძის ძეგლი კიდე დგას ბაღში და აღარ. კიკვიძის ძეგლის ადგილზე ეხლა და სხვადასხვა ზუსტად 1-2 თვის წინ მან მოხდა 9 აპრილის ომში დაღუპული, ვინც ნაძალადები და ნახალოკი და წასულები იყვნენ აფხაზეთის ომში და სამაჩაბლოს ომში, მათი მემორიალი იყო იმდენად მიგდებული იყო და სხვადასხვა ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ასე ვთქვათ გააკეთა ეს ახლა ასე ვთქვათ მოხდა მისი დასუფთავება იქ წაშლილი ასოები წაშლილი გვარები იყო ამ დაღუპულების ის საგანგებოდ იქნა ისინი შეკეთებული და ამ ეს ბაღთან ხო გეუბნებით ახლა მე პირადად მაქვს სულ სხვა მოგონებები, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა გვაქვს ფაქტობრივად გატარებული და ისეთი მშვენიერი ატრაქციონები იყო იქ, მთელი ნახალოკა იქ იკრებოდა ხოლმე და ეს არის ერთადერთი სკვერი, რომელზეც ახლა მთელ ნაძალადებში რამდენიმე პატარა სკვერებია, მაგრამ ეს ერთადერთი დიდი ბაღი იყო. თავისი მასშტაბებით. ხალხი თქვა ყოველ დილით ვარჯიშობდა დღეს აი გაპატახებულია იქაო. აი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. გაპატახე. ასაკეთებდა სამადაშვილი ამ ხანს. ბატონო? სამადაშვილი სად იყო ამ? არც ეს მე ვფიქრობ სამადაშვილს უნდა ვკითხო, მაგრამ მე მართლა მოგიწოდებ, ამოვიღოთ რა სტატისტიკა ხა. ადამიანი პარლამენტში რომ ხარ, შეიძლება ის ძალიან კაი ადამიანი ხარ, პიროვნულად, მაგრამ პარლამენტში რო ხარ და ერთხელ მიკროფონთან არ მიხვალ. და შენი რაიონის პრობლემას ერთხელ არ დააყენებ. ეხლა მე მაგალითად ვფიქრობ რომ ეხლა ამაზე გარკვეული პასუხი ჩვენი რაიონის სპეციფიური პრობლემა თუ აქვს ნაძალადებს თქვენ რას ფიქრობთ? ეს არის სამიარო პრობლემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ თუ იცით ეხლა როგორც თქვით ბავშვობაც იქ გაგატარებული და ბაბუა თუ ყავდათ ეხლა გეცოდინებათ ნაძალადების ნაძალადები არის ორი ძირითადი ნაწილად რა ერთი არის ფერდობზე გაშენებული ფაქტობრივად დაწყებული გადასასვლელი კიდიდან მიყოლებით თითქმის საზონის უბნამდე ეს არის ფერდობებზე გაშენებული უბნები სადაც ყველაზე მწვავე ეს არის სანააღრევების პრობლემა ყველაზე მწვავე ეს არის გზების ძალიან მნიშვნელოვანი გზის პრობლემები, იმიტომ რომ ფაქტობრივად იქ გზებია გაკეთებული, დააგეს ასფალტი, პირდაპირ გადააგეს ასფალტი, მე რაღაცა თქვა წყალი გაფუჭდა, ის ამოიღეს ეს ერთი მონაკვეთი და წვიმის დროს მთელი ეს ასფალტი ჩამოიტანა წვიმამ უკვე თვითონ დადიანის ქუჩაზე, ან გურამიშვილის ქუჩაზე. ეს პრობლემა არის ნომერ პირველი პრობლემა, ერთ-ერთი ნომერ პირველი პრობლემა. ეხლა დაფასურდებოდნენ საარჩევნოდ. სხვადასხვა არის ამაზე ვთქვათ და მე როცა ხვდები ხოლმე საზოგადოებას სულ მაგას ვეუბნები რომ არ აგებს ამას არის ნაციონალური მოძრაობა და არც მათი დეპუტატობის კანდიდატი თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართი ამას აგებს სახელმწიფო ბიუჯეტი თითოეული ჩვენგანის გადახდილი ფული რითაც იკრიფება და ეს არის ხალხის ფული და არა ვთქვათ დეპუტატების ასე ვთქვათ ფული მეტიც აი განვითარებად ქვეყნებშიც კი ბატონო ალკო მე უბრალოდ ერთი მითხრა და ჩვენს მაყურებლებმაც უნდა ეს აუცილებლად უნდა იცოდე განვითარებად ქვეყნებშიც კი არსებობს ხოლმე კანონი სადაც იგრძალება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან თუ არა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი აუცილებლობა რაიმე დიდი პროექტების განხორციელება მშენებლობა ეს რომ ეს არ მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არ მოხდეს ასე ვთქვათ არჩევნების ზემოქმედება და ზეწოლა ჩვენ და ხო ეს შეთანხმება ფაქტობრივად არ არსებობს დღეს ეხლა ყველა გამოსულია ყველა შიდა ეზოს ვითომ აწესრიგებენ არადა თქვენ არ იცით იმ ასფალტის საფარის ქვეშ ისე ვის ძველი გაყვანილობა რომელიც ანგრევს ფაქტობრივად ანგრევს ნაძალადებს ეს არის საკმაოდ რთული პრობლემა აქვს ნაძალადებს ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი პრობლემა რაც არის და ბუნებრივია ეს არის ნაძალადებისათვის მართლა სპეციფიური შეიძლება ითქვას სპეციფიური პრობლემაა ამ კუთხით ეს გახლავთ თვითონ უმშევრობის პრობლემა იმქინა გამომდინარე რომ ფაქტობრივად ნაძალადები იყო ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი საქარხნო რაიონი საქარხნო რაიონი ლენინის რაიონი და აქ იყო იმდენი ასე ვთქვათ საწარმო დაწყებული გადასასვლელი ხიდიდან ცნობილი საწარმოები მთელი მწკრივია იქ ელვამშენებელის ქარხანა არის იქ პლასმასის ქარხანას ვეძახდით ხოლმე ჩვენ და ნარჩენები ხარ დარჩენილი ეს ადამიანები ვინც აქ იყო დასაქმებული ყველა აბსოლუტურად იყვნენ და ცხოვრობდნენ დაახლოებით 80% მაინც ცხოვრობდა გარშემო აი ნახალუკაში იმ
ასე ვთქვათ, დასახლებაში, რომელიც ესე ნაძალადევად იქნა, ასე ვთქვათ, აშენებული. რამდენად ვიცი, ძველი ნახალოკელები ეძახიან საათიდან საათამდე ნახალოკოს ადღიძელოს მაქვს. კი, სხვადასხვა მან რა არის. რა თემკა შემოუყვანიათ საარჩევნო ოლქში. არ, თემკა შემოსულია, მაგრამ საერთოდ ნახალოკა თვითონ იცვლებოდა, თვითონ საზღვარს ყოველთვის იცვლებოდა. ეხლა თქვენ როგორც თბილისის ამქრის ერთ-ერთი ლიდერი ამ შემთხვევაში მე უბრალოდ გეტყვით, ვისარგებლოთ ჩემი პროფესიითაც და ისტორიკოსობიდან. გადასასვლელი ხიდი ცოტა აქეთ, აი სადაც ჩუღურეთის ნაწილიც ითვლებოდა ნახალოკა. ერთი საზღვარი ეს მიდიოდა ხოლმე დაახლოებით დღევანდელი აი მეტრო ოქტომბერი სადაცაა, აი იმ ტერიტორიაზე იყო ეს პირველი ნახალოკა, რომელიც პირველად შემოუერთდა თბილისი. ეს ნაწილი. ძირძველი. მერე ეს სახელი გავრცელდა დაახლოებით კინო საქართველოს ტერიტორიაზე და აი სადაც სანზონა იყო. ეს არის ხო, ეს არის სანიტარული ზონა. რომელიც უკვე საფარით იყო და აი აქ ტრიალდებოდა ხოლმე ტრამვაი. ეს ტრამვაი სხვადასხვა ძველი, რაც ჩემი ოჯახი ძალიან ძველი ნახალოკელები არიან და პაპაჩებს მაგალითად მივიკრებოდა ხოლმე, ვაყოლებდი ხოლმე აქ ძველ ამბებს, მეუნეოდა რომ აი დაახლოებით კინო საქართველოს ოდნავ რო გაცდები, აი გვაზაურის ქუჩა იქ და აი დაახლოებით იმ ტერიტორიაზე უხრევდა ტრამვაი და აი აქამდე ვრცელდებოდა ეგრეთ წოდებული ნახალოკა. და ნახალოკიდან რო გადავიდი უკვე მე იწყო სანზონა და იმ სანზონაში იყო ის პლატონას დუქანი, ცნობილი პლატონას დუქანი რაც ნახევარ ნახალოკა ქეებობდა ხოლმე. აი ეს არის ის პატარა ტრამვაი როგორ უხდებოდა ბავშვობაში მახსოვს, მაგრამ ისეთი ამორტიზებული იყო, ბრაგაბრუგი გაუდიოდა და ახლებს, მაგრამ ტრამვაი ძალიან უხდებოდა. მე წინააღმდეგი ვარ ცენტრალურ ნაწილში ტრამვაი, იმიტომ რომ გამოიწვევს საშინელ პრობლემებს, თქვათ, სატრანსპორტო პრობლემებს, ამას კიდე დათვლა უნდა, თქვათ, რუსთაველზე რო აპირებენ და ვაკეში ტრამვაის გაყვანას, მაგრამ აი ევროპული ყაიდის ტრამვაი, როგორც ევროპაში, ბრაგაბრუგი რო აღარ გაუდის. აი ასეთი ტრამვაი მაგალითად სხვადასხვა ვფიქრობ რომ მოუხდება კიდევაც ნაძალადებს დაწყებული გადასასვლელი ხიდიდან მიყოლები აი ის ძველი ტრადიცია რო აღდეს. ოღონდ მე კიდე ერთხელ ვავა ისეთი ტრამვაი როგორ თქვა ევროპულ ქალაქებშია მართლაც რომ ცალკე რომ ასე ვთქვათ სიმბოლოა ხოლმე ქალაქისთვის რა. და სხვადასხვა ქუჩების სიფართოვეც ამ შემთხვევაში მაგაზე იყო გათვლილი. როგორც დადიანის ქუჩა აიტანს ამას და ისევე აიტანს ამ შემთხვევაში გურამიშვილის გამშვიდს აიტანს ძალიან არის. მაგრამ როგორც ნაციონალებს შევიათ ხოლმე, ანუ ყველაფერი გადასაკეთებელი, იმიტომ ის ბორდიული რომელიც გაკეთდა შუა ნაწილში, თუნდაც მაიყაროს ახლა თუ ეს რელსებიც აღებულია კარგახანია. კი, ეს გაყიდეს ამათ ჩააბარეს და ეს იყო თქვენ სიმბოლო ნახალოკის რა ტრამვაი. გადასასვლელი რომ მოუხევდა ხოლმე, სამ კაპიკი ღირდა ხოლმე ეს. კარგად მახსოვს. კი, კიკვიძის ბაღიდან გავყვებოდი ხოლმე გადასასვლელ ხიდამდე და გადასასვლელ ხიდთან ისე მახსოვს, ხა წავედით ისტორიაში, წინა საარჩევნოდ, მაგრამ ერთი ის იყო, რა ქვია, მეწაღე იყო, საპოჟნიკის ის იყო და ისეთი ფოტოები ქონდა, ისეთი მოჭიდავეების უყურებდი მოჭიდავეების ფოტოები, ეს ესე რო იდეა და საწავიდან eta ის საპოჟნიკი. ეგ ადამიანი სხვათა შორის სიმართლე გითხრა და საოცარი ფოტო კოლექცია ქონდა. ეგ იყო ადამიანი, რომელიც აი მე რაც მახსოვს და მე ვეძები რამდენ ადამიანს კითხე, იმიტომ რომ მოდი ახლა ეთერიდანაც უთხრა და აი თუ მართლა ვინმეს აქვს, იმიტომ რომ გულსმენად ამ ადამიანს ქონდა ფაქტობრივად ყველა, ოღონდ ესენი არ იყვნენ ახლა ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები, აი უბანში რო ჭიდაობდნენ რაღაცა ლოკალური დონის ვაჟკაცები ყველა ისე მთელი ეს გალერეა ქონდა ამ ადამიანს. ან მინი გალერეა. ბავშვობაში მან ხო იყო გაჩერება. კი ზუსტად გაჩერებასთან იყო ეს ადამიანი. გაჩერებასთან იყო ეს მეწაღის ის რა ქვია და ეგება ვინმეს თუ იცით რომ სად არის ან მისი ფოტო კოლექცია სად არის ეს კაცი ცოცხალია თუ არა ვინმე ან მე ამ ბატონ ჯაბას გამოეხმაურეთ და მე ამიტომ ბატონალეკო იცი და როცა იყრი რაიონში კენს რომელიღა კონკრეტულად თქვა ნაძალადევში იქნება სხვა რაიონში შენ უნდა იყო რაღაცა ამ რაიონის ნაწილი იცი უნდა სუნთქავდე რა ამ რაიონით ხა მე პატივშემ შენს ოპონენტებსაც მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც თვლი რომ ნახალოკელობა და ნაძალადევში ცხოვრება იქ დაბადება იქ გაზრდა სკოლის დამთავრება თელ ჩემ ცხოვრება იქ გატარებული ეს მე მაძლევს ერთ ძალიან კაი საშუალებას რომ ამ ადამიანების პრობლემები შევიგრძნო ისე კი არა ზოგადად რაღაცა ვიცოდე და წავიკითხე ანუ გძნობდე იმიტომ რომ ეს ხალხი ამ ხალხის ნაწილი ხარ რა ბატონ ჯაბა ლოტკინზე ერთ-ერთი საინტერესო ხალხი ყველაზე საინტერესო დასახლება არის ლოტკინი და იქ ცხოვრები ბოშები. კი. რამდენია თუ არიან ისინი რეგისტრირებულები და თუ მონაწილეობენ ხოლმე არჩევნებში? კი, რა თქმა უნდა, მონაწილეობენ. ცოტა უცნაური ხალხი არის, ხო, რაღაც თავისებური მათ თავისი ყაიდა და სტილი და თუ არიან ისინი რეგისტრირებულები, რამდენი არიან თუ მონაწილეობენ ხოლმე არჩევნებში? თავისი ერთგვარი მინი მართლობაც აქვს.
და გარკვეული ასე ვთქვათ ცხოვრების წესია, ბუნებრივია. ხო, ისე თავის გამორჩეული ხარჯი. მოდით ასე ვთქვათ, როგორც ბოჩებს ზოგადად აქვს თავისი ცხოვრების წესი, ასევე ვთქვათ ამ შემთხვევაში საქართველოში ნახალ ნაზარდებში მცხოვრებ ბოჩებსაც ისინი გამორჩეულნი არიან. არის გარკვეული ასე ვთქვათ პიროვნება, რომელსაც ისინი გამორჩეულ პატივს სცემენ, შეიხის ასე ვთქვათ რანგში აყავთ ხოლმე, თქვა. არაოფიციალური ლიდერი. ხო, ლიდერი, მათი ლიდერია, რომელიც საც ჭყვას ეკითხებიან, რა თქვათ ამათ ურთიერთობა. ნუ რაღაც გარკვეული ნაწილი ოჯახებისა უკვე ძალიან ინტეგრირებულია ქართულ სინამდვილეში, მაგრამ იქ არის რამდენიმე ქუჩა, რომელიც ასე ვთქვათ, აი რაღაც გარკვეული ძველი ტრადიციების მიმდევრები გახლავდნენ. რა თქმა უნდა იღებენ მონაწილეობას, არიან ძალიან კაი ადამიანები. მე მქონდა შეხვედრა. მოქალაქეობრივად აქტიურები თუ არიან, შორიდან ჩანს რომ თითქოს ინტეგრირებული არ არის. არანაირად. იმ უბნებში საარჩევნო უბნებიცა, აქტიურობაც აქვს. ეხლა ერთია ვისაც ლევენ ხმას, მაგრამ მეორეა რომ ეს ადამიანები მოდის არჩევნებზე. რამდენიმე ათასი იქნება ამგვარ არჩევნებში. დიახ. რა ზუსტი სტატისტიკა სამწუხაროდ ბოლო პერიოდის სტატისტიკა უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ ქვეყნის შიდა მიგრაცია მათ ძალიან ასე ვთქვათ ეს პრობლემად აქ ხა დათვლა ამ ადამიანებისა, მაგრამ რა თქმა უნდა, დაახლოებით მე ვფიქრობ, რომ 3000-ზე მეტი უნდა იყოს. მე ვიცნობ ადამიანებს ორ ახალგაზრდას, რომლებმაც დაიწყეს მათი თბილისში ჩამოსახლების, აქ ცხოვრების, აი დასახლების კვლევა. ძალიან საინტერესოა. გამოვიდეს წესი თვინაიდან თავად ლოტკინის დასახლება საინტერესოა და ბოშების ჩამოსახლება ინტეგრაცია მოლდოვადან ჩამოსახლდნენ რამდენად ვიცი კიშინოვის ქუჩა იქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუჩა რომ არის კიშინოვის. ინგა გრიგოლიამ რომელიც გლდანში იყრის თქვენი პარტიიდან კენც პარტია რა კოალიცია ხართ თქვენს პრინციპში ხო გაერთიანება იმასთან პატა დავითაიასთან ინგა გრიგოლიამ გლდანში მოუწოდა სოსო ჯაჭვიანს რომ აშკარად დაუჯაბნიო ხაჩერიშვილსო ხელისუფლების კანდიდატს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თუ იმას იზამსო რა ქვია სოსო ჯაჭვლიანი თავის ამბიციებზე უარს იტყვის და დასთმობს და ჩემს სასარგებლოდ მოხსნის კანდიდატურასო თქვენს იგივე პოზიციაზე ხომ არ ხართ და თია წულუკიანს ხომ არ მოუწოდებთ რომ მე ჯერ უპირველესად ამ ამას სასარგებლოდ კანდიდატურა არა მე მოგახსენებთ მე პირველს იმას მოგახსენებთ რომ რაც შეეხება საკუთრივ ქალბატონინგას განცხადებას ყველანაირი ბოლოკვლევებით ინგა გრიგოლია გდანსიგებს ერთადერთი ამ შემთხვევაში თუ აქვს ოპოზიციაში და აქვს სურვილი ერთიანობისა და ადამიანები არ უნდა გამოდიოდნენ მარტო ხოლმე ზოგადი ფრაზებით არ უნდა საუბრობდნენ რომ თქვათ აი ჩვენ უნდა გავერთიანეთ ჩვენ ვამბობთ აგერ არა ბატონო ჩვენ შესანიშნავი მაგალითი ინგა გრიგოლია ამარცხებს ნაციონალურ მოძრაობას გლდანში კი ბატონო მოდით გადადგეთ ნაბიჯში რაც შეეხება ამ შემთხვევაში ნაძალადევს მე ვფიქრობ რომ ნაძალადევს მე პირადად მაქვს იმის პრეტენზია ნაძალადევს ვიცნობ მე ნაძალადეველი თუ გაქვთ იმის თუ ვიცით რომ ბოლო კლუბები რას ამბობს თქვენი ნაძალადევს თეატრალიანი თუ სამადაშვილი მე რამდენადაც ვიცი ქალბატონი არა ნაძალადეველი და მე ნაძალადეველი ვარ ნამდვილად შემიძლია ამაზე კითხრათ და ის პრობლემები რაც არის თვითონ ნაძალადევში მეტნაკლებად ვიცი და დამატებით ამისა დღესდღეობისათვის რეალური კონკურენცია ალბათ გაიმართება ნაცმოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატების შორის. ის კვლევები და კვლევებიც ბოლო პერიოდისათვის არის ამ შემთხვევაში დაახლოებით ამას გვეუბნება. მე მინდა და ეს იქნება ერთი წამითაც არ დავზოგავ არც საკუთარ ენერგიას და არც არანაირად თქვა ჩემი თანამებრძოლებს ერთად ჩვენ გვინდა რომ ნაძალადევშიც დავასრულოთ ნაციონალური მოძრაობა. უნდა დასრულდეს და ჩვენ ამას მივახცევთ. ამის ასე ვთქვათ პირობას დეპრო ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ნაძალადევში როგორც სამადაშვილის პერიოდი დავასრულოთ და დაახლოებით სამადაშვილის ეპოქა დასრულდეს ნაცალადევში და ბუნებრივია თლიანად ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ნაცმოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა უნდა იგრძნოს რაც ნიშნავს ოპოზიციაში ყოფნა. თუმცა ჩვენ პირობებში ნაციონალურ მოძრაობას შედარებით კომფორტული ოპოზიციური სიტუაციაში იქნება, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა იმ მეთოდებს არასდროს არ მიმართავთ, რასაც ნაცმოძრაობა მიმართავს ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ ამ შემთხვევაში მაგრამ ერთი რამ არის რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გახდეს ოპოზიცია. და ეს არის მოწოდება, ეს არის აი ფაქტობრივად ჩათვალეთ. მე რა თქმა უნდა გამიხარდება, როცა მოვლენ ნაძალადეველები, ნახალოკელები, როცა მოვლენ
საზონელები, როდესაც მოვლენ ლოტკინელები, თენქელები, ნაძალადეველები და ხმას მისცემენ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, მართლებულ წყვილად გამეხარდება, 1000-ს თუ შემოხაზავენ, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად მინდა გითხოვოთ რა, ნაციონალურ მოძრაობას არ დაუჭიროთ მხარი. კარგით, მოდი კიდევ ერთხელ ჩვენი საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ხელისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობას. ეთერიდანაც ვინაიდან ეს დღეები კონტაქტი გვაქვს და თხოვთ თითქმის ყოველდღე რომ დებატებში გამოგზავნონ თბილისის, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები, თუმცა დიდი სიამოვნებით ახლა must carry-ის პრინციპი მუშაობს და აქა-იქ საკაბელოებში ჩართული აქვს. ჩვენი ტელევიზია სხვა რაიონში საკმაოდ კარგად იფარება უკვე გაცდა. ნუ მეტაკლებად და თბილის გაცდა ნამდვილად თბილის და მის შემოგარენში ისაც აჩვენებს თბილისის მაჟორიტარები იქნებიან თუ სხვა რაიონების მაჟორიტარები დიდი სიამოვნებით იმას მიგძლევთ და ასე ცალკარში საუბრები რომ არ გქონდეს ხოლმე დიდი სიამოვნებით დაუთმევთ ძირითად კვალიფიციურ სუბიექტებს რომ იძახიან ან ისე ყველაზე გამორჩეულ რეიტინგის თვალსაზრისით. ბატონ ალიკო, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ და მინდა რომ თქვენი ერთ-ერთი კიდევ ერთხელ ვისაუბრებულო და ბატონ სამადაშვილს მოუწოდო რომ დაჯდეს ჩემთან დებატებზე და მე შევეცდები რომ მას ვაჩვენო იმ დანაშაულებების მთელი ჯაჭვი, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს გაკეთებული ნაზარადებში თუ საერთოდ თბილისში. ყველა დეტალით და ყველა დათვლით. არა ზოგადად რა თქვა, ასე ვთქვათ, საუბრეთ, არამედ კიდევ ერთხელ ამბობ პროფესიონალურად დაუნდკიცო თვითეული მუხლობრივად რას ნიშნავდა რატომ ამ ხელგადასახადები წყალზე, რატომ გაზზე ამ ხელგადასახადები, რომ დანაშაულია მიბმა დასუფთავების გადასახადისა და რა მისცა ამ ხალხს დენის გადასახადები, აი ყველაფერი ჩამო მე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დონეზე აი ამ თემასთან დაკავშირებით. მათ შორის ბაღების პრობლემა, განათლების პრობლემა და ის რაზეც ხა დღეს ვითონა ნაციონალური მოძრაობა საუბრობს, დღეს რო წიგნებს არიგებენ და ამბობენ რომ აი ჩვენ ხო წიგნები დავარიგეთ. მე მინდა უნდა გითხრათ 2010 წელს ერთ-ერთი პირველი გამარჯვებას საკრებულოს დონეზე იყო ის რომ სოციალურად დაუცველებს და პლუს 100,000 ქულის მქონეებს არასოციალურ დაუცველ 70,000-იანში კი არა 100,000 ქულის მქონე ყველა სოციალურად აი ამ ძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ბავშვებს წიგნები გადასცეს. ეს იყო ჩვენი ფრაქციის პირველი მოწოდება ქალაქის მერს გიგი უგულავას. ამაზე ჩვენ დაახლოებით 3ჯერ მოგვიწია საკმაოდ ფართო შეხვედრების მოწყობა და დამატებით ამისა ჩვენ მოვთხოვეთ კიდევაც ქალაქის მერს რომ ამ მიმართულებით წასულიყო. რესურსი არსებობდა და საკრებულო იძულებული გახდა ფაქტობრივად და ეს იყო პირველი ერთ-ერთი გამარჯვება აგვისტოში, მე მახსოვს 2000 ივლისში 2010 წლის ივლისში, როცა საკრებულო მიიღო დადგენილება და სოციალურად დაუცველ ოჯახებს 100,000 ქულის მქონე ოჯახებს გადასცა წიგნები. აი ეს არის პატარა ნაბიჯები, ამიტომაც იყო რომ ჩვენ შევედით საკრებულოში იმის გამო. აი ესეთ პატარა წარმატებები მიგვიღწია, ეს ერთი და მეორე მე შევეცდები კიდევ ერთხელ ვადასტურებ ბატონ სამადაშვილს დაუმტკიცო ყველა ის დანაშაული, რომელიც ნაცმოძრაობას აქვს ჩადენილი და ბუნებრივია ის როგორც ამ გუნდის ნაწილი, ის პასუხი აგებს ყოველივე ამაზე. კარგით, რა იმედები გაქვთ ზოგადად? ეს კარგით ნაძალადეზე საუბრობთ ამ ხნის განმავლობაში. ქრისტიან-დემოკრატებს და თქვენ ახლა პაატა დავითაიაც თქვენთან არის გაერთიანებული. რას ვარაუდობთ? თუ შეგიძლიათ გულახდილად გითხრათ? ჯერ ბლოკი ასეთი არ არის დარეგისტრირებული, ასე ხო, მაგრამ ასეთი პირი უჩანს რომ ასე დარეგისტრირდება. ხო, ჯერ არ არის დარეგისტრირებული ყოველ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მე უბრალოდ ჩვენ მინდა გითხრათ რომ როგორც თბილისში, ასევე თბილისის გარეთ ჩვენ გვეყოლება საკმაოდ პატივსაცემი და საკმაოდ ასე საზოგადოებისთვის ცნობილი მაჟორიტარები და ვიბრძოლებთ რა თქმა უნდა უპირველესად გამარჯვებისთვის. ეხლა თბილისში ჩვენი სამაჟორიტარო ასე ვთქვათ გუნდს თუ გადახედავთ თქვენ დარწმუნდებით რომ აქ არ არის მარტო ადამიანები რომლებიც პარტიული ნიშნით არის შერჩეული. თუმცა ამ თვალსაზრისით ვთქვათ ინგა გრიგოლია, მაგდა ანიკაშულია, არსება ჩვენთან ერთადა ჩვენთვის უსაყვარლესი და რა ვიცი ქალბატონი ნინო გურიელი რომელიც ვაკეში იყრის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობით და ეს ადამიანი ახლა ლეგენდაა ქართულ სინამდვილეში ხო ქართულ სპორტის ლეგენდა იმ ნაკრების ასე ვთქვათ იმ ნაკრების ხელმძღვანელია და იმ ნაკრების ასე ვთქვათ ერთ-ერთი ასე ვთქვათ წევრია რომელმაც ამდენი გამარჯვება აჩუქა ქართულ ასე ვთქვათ ქართველობას. ამას გარდა იქნება ჩუღურეთში კახაბასილია, ასევე
საკმაოდ ცნობილი სპორტსმენი, რამდენიმე გზის კარატეში, რამდენიმე გზის ჩემპიონი, კარატის ფედერაციის. მასთან დებატებითაც ახარებელო მოწინააღმდეგეებისთვის არ იქნება. ვარ ურჩევთ მაინც. როგორც ესე ისევე ისე. ორ მხრივად ხო და კახა იქნება ასე ვთქვათ ჩვენი წარმომადგენელი. არის ასე ვთქვათ ისეთი ნუ პარტიულ ლიდერებსაც შეეხება მოგახსენეთ ქალბატონი ინგა გრიგოლია გდანში, მაგდა ანიკაშვილი იქნება არის სამგორში, ბატონი ლევან ვეფხვაძე არის ისანში. ასე რომ თბილისშიც წარმოდგენილი ის ადამიანები, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, ეს ერთი. და რაც შეეხება რეგიონებში, ყველგან იქნება ისეთი ადამიანები, რომლებიც თავის ასე ვთქვათ რეპუტაციით არ არიან სახელი არ შემახული. კარგით, ნახოთ დაველოდოთ გამოხმეურებას ხელისუფლების და კონკრეტულად ბატონი სამადაშვილის და ვეცდებით რომ სასურველი იქნება ჩვენთვის რომ თქვენ თეა წულუკიანსა და მერაბ სამადაშვილს შორის გაიმართოს დებატები. ჯაბა სამუშია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ ნაძალადევში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი ჯაბა სამუშია სტუმრობდა ჩვენს პირველ ბლოკს და რეკლამა. დიდი მადლობა ბატონ ჯაბა ჩვენთან მოგწესრიგეთ. დიდი მადლობა თქვენ. გამოხმაურებას დაველოდოთ და სულ 2 წუთში შემოგვიერთდება ზაზა პაპუაშვილი ქართული ოცნების მიერ თაწმინდაზე წარდგენილი მაჟორიტარ დეპუტატად. დაგველოდოთ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით ბატონ ზაზასთან.